მოცემული გვაქვს დებულება. პროცესების ოპტიმიზაციისთვის საკმარისია კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, ჩამოთვლილთა რომელი გამომდინარეობს მოცემულიდან. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ წინადადებაში გამოყენებულია სიტყვა საკმარისია. საკმარისობა და აუცილებლობა სხვადასხვა რამეა. საკმარისია რა პირობასაც ედება, ანუ პროცესების ოპტიმიზაციას ედება საკმარისობის პირობა, რაც გულისხმობს, რომ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს. თუმცა აუცილებელი არ არის, რომ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ანუ ერთადერთი ვარიანტი შეიძლება მხოლოდ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება არ იყოს და პროცესების ოპტიმიზაციას სხვა ხერხითაც მივახციოთ. მაგრამ საკმარისია კადრების კვალიფიკაციის ამაღლება ნიშნავს, რომ მარტო ეს რო გავაკეთოთ, ანუ მხოლოდ კადრების კვალიფიკაცია ავამაღლოთ, შედეგზე გავალთ. ანუ საკმარისობით მოცემული წინადადება გულისხმობს, რომ ის რასაც ეს პირობა ედება, საკმარისობის პირობა, მხოლოდ ამითიც გავალთ შედეგზე. მაგრამ აუცილებლად მისი გამოყენება არ არის საჭირო. შესაბამისად, სავარაუდო პასუხებში, სადაც საკმარისია წინადადება აუცილებელია შეცვლილი, ეგ თავიდანვე უნდა გამოვიცხოთ ხოლმე. აუცილებლობა გულისხმობს, რომ შედეგზე რო გახვიდე, რასაც აუცილებლობის პირობა ედება, ეგ უნდა შესრულდეს. მექანიკურად საკმარისს და აუცილებელიას ადგილებს ვერანაირად ვერ გავუწვლით. გავიხსენოთ ახლა თითოეული დებულება. თუ პროცესების ოპტიმიზაცია მოხდება, მაშინ კადრების კვალიფიკაცია ამაღლდება. ეს პირიქით ვერ შევაბრუნებთ. საკმარისია პირობა ედება პირველ ნაწილს და ეს პირობა არის კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. მეორე ნაწილში გადმოცემული აზრი. პირიქით მექანიკურად ვერ გავუწვლით. პროცესების ოპტიმიზაცია შეიძლება მოხდეს ისე, რომ კადრების კვალიფიკაცია არ ამაღლდეს. როგორც უკვე ვახსენეთ. საკმარისია ნიშნავს, რომ შედეგზე გავდივართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ აუცილებლად ამ საკმარისობით შედეგზე გასვლა არ მოხდება. სხვა რაღაცასაც შეიძლება ვიმართოთ შედეგზე გასასვლელად. B-ში ორი ნაწილაკიანი პირობაა წაყენებული, ან ერთი უნდა მოხდეს და ან მეორე, რაც ცხადია, შეცდომა. G-ში კადრების კვალიფიკაცია ამაღლდება, მაშინ პროცესების ოპტიმიზაცია მოხდება. ეს კი სწორია. ესე იგი, თუ მხოლოდ კადრების კვალიფიკაცია ავამაღლებ, პროცესების ოპტიმიზაცია თავისთავად მოხდება. D-ში გადმოცემული აზრი არ არის საკმარისი პროცესების ოპტიმიზაციისთვის კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. მოცემული დებულების შებრუნებული დებულებაა. ანუ აშკარად განსხვავებულად საპირისპირო აზრს გამოხატავს. პროცესების ოპტიმიზაციის აუცილებელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, ამაზე უკვე ვთქვით, რომ მექანიკურად საკმარისიას აუცილებელი ათი ვერ ჩავალაცვლებთ.